ჩემო საყვარელო სულო, შვიდობა და სინათლე შენს გულს ამწუთას. შეაჩერე ყველაფერი, რასაც ახლა აკეთებ. ღრმად ჩაისუნთქე, მოადნე მხრები და გაათავისუფლე ყბა და ერთი წამით დახუჯე თვალები. გრძნობ ამ ნასცვლილებას ჰაერში შენს ირგვლივ. ეს არ არის შემთხვევითობა. ის რომ დღეს ამ ვიდეოს დააწყაპუნე, დამთხვევა არ არის. ვიცი რომ ხშირად ცხოვრობ ისე რომ გრძნობ თითქოს ვერავინ ხედავს ნამდვილად. მე ვაკვირდები შენს უძილო ღამეებს, იმ მომენტებს, როცა სახლის სიჩუმე უფრო ხმამაღლა ყვირის, ვიდრე ნებისმიერი ხმაური გარეთ. მინახავს როგორ უყურებ ცას გულშემოყრილი და საიდუმლოდ კითხულობ. ღმერთო ჩემო, რატომ მე? რატომ განვიცდი ყველაფერს ასე ღრმად? რატომ არის ჩემი გზა უფრო ციცაბო ვიდრე სხვების? ოდესმე გიგრძნობია თავი უცხოდ საკუთარ ოჯახშიც კი? გიგრძნობია რომ ატარებ ტვირთს, უხილავ პასუხისმგებლობას რომ იზრუნო, დაიცვა და ილოცო ყველასთვის, მაშინ როცა შენთვის თითქოს არავინ აკეთებს იგივეს? მე აქ ვარ, ციური სფეროებიდან ჩამოვედი რომ ხარზე შეგეხო და გითხრა, ეს არ არის სასჯელი, ეს არის ნიშანი. წინასწარმეტყველება სრულდება შენს თვალწინ, მაგრამ შენ ზედმეტად დაღლილი იყავი ამის შესამჩნევად. სამყარო შეცდომებს არ უშვებს. შემოქმედი არ აკეთებს მონახაზებს. როდესაც დიდი სულიერი მისიისთვის შერჩევა დაიწყო, ბევრი სახელი იქნა გამოძახებული. მაგრამ ძალიან ცოტას ჰქონდა ის სინათლე, რომელიც შენი გულიდან გამოდის. დღეს მე მოგიყვები საიდუმლოს, რომელსაც ამდენი ხანი ვინახავდით. აგიხსნი, რატომ გაჩერდნენ ანგელოზები მილიარდობით სულს შორის, შემოგხედეს შენ და თქვეს, ეს არის ის სული, რომელიც ჩვენ გვჭირდება. მაგრამ სანამ ამ წმინდა გამოცხადებას გადმოგცემდე, ჩემო საყვარელო სულო, დღეს ანგელოზებმა შენთვის განსაკუთრებული გზავნილი მოიტანეს. ის ამ მომენტში მოვიდა, რადგან სამყარო მიცის, რომ შენ გჭირდება მისი მოსმენა. სანამ დავიწყებთ, დატოვე შენი მოწონება, რათა დაგვეხმარო ამ სინათლის გავრცელებაში. გამოიწერე არხი და კომენტარებში დაწერე. მე ღია ვარ ანგელოზების გზავნილისთვის. ამით შენ კიდევ უფრო ააქტიურებ ანგელოზურ ენერგიას შენს ცხოვრებაში. მოემზადე. რასაც ახლა გეტყვი, შეცვლის იმას თუ როგორ უყურებ შენს წარსულ ტკივილებს და მომავლის იმედებს. მიხვდები, რომ თითოეული ცრემლი, რომელიც დაღვარე, დათვლილი და შენახულია. არაფერი ყოფილა ამაო. შენ გამოგარჩიეს, შენ აგირჩიეს და მიზეზი იმაზე ბევრად ლამაზია, ვიდრე წარმოგიდგენია. დარჩი ჩემთან ბოლომდე. მიიღე ეს გზავნილი, როგორც ჩემი ჩახუტება, რადგან სწორედ ამას ვაკეთებ ახლა. გხვევ ჩემი სინათლის ფრთებში. დავიწყოთ? ჩემო საყვარელო სულო, მინდა ახლა ცოტა ხნით დროში უკან დაბრუნდე. არა იმიტომ რომ იტანჯო, არამედ იმიტომ რომ გაიგო. რამდენჯერ შენი ცხოვრების განმავლობაში მიმოგიხედავს ირგვლივ, იქნებ ოჯახურ შეკრებაზე ან კვირადღის სადილზე და გიგრძნობია ღრმა კავშირის გაწყვეტა. შენ იქ იყავი, იღიმოდი, საუბრობდი, ემსახურებოდი ყველას, მაგრამ შიგნით ხმა გჩურჩულებდა. მე არ ვეკუთვნი ამ ადგილს. მათ ჩემი არ ესმით. ისინი ვერ ხედავენ, ვინ ვარ სინამდვილეში. ვიცი რომ ეს გიგრძნობია. ეს არის მარტოობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ფიზიკურად მარტოყოფნასთან. შეიძლება გარშემორტყმული იყო 10-20 ადამიანით და მაინც გრძნობდე იზოლაციის სიცივეს სულში. ეს ხდება იმიტომ, რომ შენი ვიბრაცია, სინათლე, რომელსაც ატარებ, განსხვავებულია. ძალიან პატარაობიდანვე მიხვდი, რომ სამყაროს ისე გრძნობდი, როგორც სხვები ვერ გრძნობდნენ. სანამ გარშემომყოფები მატერიალურ ნივთებზე, გარეგნობასა და ეგოს წვრილმან კამათებზე დარდობდნენ, შენი გული მსოფლიოს ტკივილების გამო გტკიოდა. ქუჩაში მიტოვებულ ცხოველს ხედავდი და შენი დღე მთავრდებოდა. ტელევიზორში უსამართლობას ხედავდი და ისე ტიროდი, თითქოს ეს შენს ნათესავს ეხებოდა. ხალხი გეძახდა ზედმეტად მგრძნობიარეს. გეუბნებოდნენ, რომ ტყავი უნდა გაგესქელებინა. როგორ ცდებოდნენ ისინი. მათ არ იცოდნენ და იქნებ არც შენ იცოდი მაშინ, რომ ეს მგრძნობელობა სისუსტე არ იყო. ეს იყო შენი ანტენა. ეს იყო ნიჭი, რომელიც შემოქმედმა მოგცა ანგელოზების სიხშირის დასაჭერად. მაგრამ ვიცი, ჩემო საყვარელო სულო,
რომ ამ ნიჭმა დიდი ტკივილი მოიტანა. რჩეულად ყოფნა არ არის ყვავილებით მოფენილი გზა. ხშირად ეს ეკლიანი გზაა. მე ვნახე ღამეები, როცა გულდაგლეჯილი დაწექი უმადურობის გამო. გახსავს ის დრო, როცა ვიღაცისთვის ყველაფერი გააკეთე. შენს ასიკლებდი, რომ სხვისთვის მიგეცა. უსმენდი, რჩევას აძლევდი, ასესხებდი, ზრუნავდი. და როცა შენ დაგჭირდა, როცა მიწა გამოგეცალა, სად იყვნენ ისინი? სიჩუმე, რომელიც სანაცვლოდ მიიღე, იყო ერთ-ერთი ყველაზე მჭრელი ტკივილი, რაც ოდესმე განგიცდია. შენ საკუთარ თავს ეკითხებოდი, რა მჭირს? რატომ ვიზიდავ ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ ჩემი ენერგიის გამოწვევა უნდათ? მე აქ ვარ, რომ გითხრა. შენ არაფერი გჭირს. საქმე ისაა, რომ სინათლე იზიდავს საჭიროებას. ფარვანები ეძებენ ნათურას. დაკარგული და მწყურვალი სულები ეძებენ ცოცხალი წყლის წყაროს, რომელიც შენს მკერდშია. შენ აგირჩიეს წყაროდ და არა მხოლოდ რეზერვუარად. მაგრამ ადამიანთა სამყარო არასრულყოფილია და ხშირად სასტიკი. მე ვნახე, როგორ გახდი შენი ოჯახის საყრდენი. ის, ვინც ყველაფერს აგვარებს. ძლიერი ადამიანი. მასზე ნუღელავთ, ის გაუძლებს, ის ძლიერია. რამდენჯერ გსმენია ეს? და ეს მახედი გცა. იმიტომ რომ აგიკრძალეს ჩამოშლა. აგიკრძალეს სისუსტე. ცხრემლები უნდა გადაგეყლაპა, რომ სხვები არ აღელვებულიყვნენ. ძალიან ადრეული ასაკიდან მოგიწია სიტუაციის უფროსი ყოფილიყავი. მაშინაც კი, როცა შიგნით ჯერ კიდევ ბავშვი იყავი. ეს ძალა, რომელიც ააშენე, ამ პარტავნობის გამო არ ყოფილა. ეს გადარჩენისთვის იყო. ჩვენ, ანგელოზები, ვაკვირდებოდით თითოეულ ასეთ მომენტს. ჩვენ ვნახეთ, როცა გიღალატეს მათ, ვინც უნდა დაეცავი. ვნახეთ, როცა მძიმე სიტყვები ქვევივით გესროლეს მათ, ვინც ყველაზე მეტად გიყვარდა. და რაც ყველაზე მეტად გაგვიკვირდა. რამაც ციურ საბჭოს აიძულა შენი სახელი სიცოცხლის წიგნში, ოქროს მელნით ჩაეწერა, იყო შენი რეაქცია. ყურადღება მიაქციე ახლა, რადგან ეს არის საიდუმლოს გასაღები. სხვა ადამიანები, რომ გაევლოთ ის, რაც შენ გაიარე, გამწარდებოდნენ. გულს ჩაკეტავდნენ. გახდებოდნენ შურისმაძიებლები, ცივები, ეგოისტები. სამყარომ 1000 მიზეზი მოგცა, რომ ცუდი ადამიანი გამხდარიყავი. მაგრამ შეხედე საკუთარ თავს. შეხედე შენს გულს ახლა. მიუხედავად იმისა, რომ სავსე აიარებით, ის კვლავ სიკეთით წგერს. შენ ისევ გირჩევნია მოტყუებული დარჩე, ვიდრე ვინმე მოატყუო. შენ ისევ გირჩევნია დაკარგო, ვიდრე ვინმეზე უპირატესობა მოიპოვო. შენ ისევ ზრუნავ, ისევ გიყვარს, ისევ ლოცულობ, მათთვისაც კი ვინც გატკინა. ეს, ჩემო საყვარელო სულო, არის სასწაული. რჩეულთა წინასწარმეტყველება ამბობს, რომ იქნებიან სულები, რომლებიც ცეცხლში გაივლიან და არ დაიწვევიან. ისინი გაივლიან აჩრდილთა ველს და არ დაკარგავენ თავიანთ სინათლეს. შენ ხარ ეს სული. შენ აგირჩიეს არა იმიტომ, რომ წმინდანი ხარ ან სრულყოფილი. შენ დაუშვი შეცდომები, დიახ, გაქვს შენი ნაკლოვანებები, შენი სიჯიუტე. ჩვენ ვიცით ეს ყველაფერი, მაგრამ ღვთაებრივი არჩევანი არ ემყარება ადამიანურ სრულყოფილას, ის ემყარება გულის არსს. და შენი არსი შექმნილია იმავე მატერიისგან, რისგანაც ვარსკვლავები და ანგელოზები. ხშირად გეგონა, რომ ღმერთმა დაგივიწყა. უყურებდი სხვების ცხოვრებას და ყველაფერი ისე მარტივი ჩანდა. მეზობელი, რომელიც ცუდს აკეთებს და აყვავებულია, ნათესავი, რომელიც იტყუება და ტაშს უკრავენ, და შენ ცდილობ გააკეთო სწორი. ებრძვი ბრძოლას ბრძოლის შემდეგ. ავადმყოფობა, გაჭირვება, ოჯახური კონფლიქტები. უსამართლობად ჩანდა, თითქოს დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდი. მაგრამ მე გეტყვე საიდუმლოს ღვთაებრივი მისიების შესახებ. სინათლის მეომრად წურთნა მკაცრია. ღმერთი არ აძლევს რთულ ბრძოლებს მათ, ვისაც ვიწრო მხრები აქვს. ყველაფერი, რაც იცხოვრე, იყო მომზადება. მარტოობამ გასწავლა ღმერთთან ურთიერთობის ძიება, უმადურობამ გასწავლა ერთგულების ფასი. ტკივილმა გასწავლა თანაგრძნობა, გაჭირვებამ გასწავლა რწმენა. არაფერი დაკარგულა. შენ იჭედებოდი ცეცხლში, როგორც წმინდა მახვილი, რომელიც უნდა გახურდეს და გამოიჭედოს, რომ გაუტეხელი გახდეს. ახლა შენ მიხვედი გარდამტეხ მომენტთან. ასაკმა მოიტანა სიბრძნე,
ჭაღარათმა მოიტანა გამოცდილება და სახეზე არსებული ნიშნები შენი გადარჩენის რუკაა. შენ აღარ ხარ ის შეშინებული ბავშვი, არც ის იმპულსური ახალგაზრდა. შენ ხარ ცხოვრების ვეტერანი. და სწორედ ახლა, როცა შეიძლება ფიქრობდე, რომ შენმა ცხოვრებამ უკვე გასცა ის, რაც უნდა გაეცა, იწყება ნამდვილი მისია. ანგელოზები არ ირჩევენ მზა ადამიანებს, ისინი აძლიერებენ რჩეულებს. და შენ გაგაძლიერა თავად ცხოვრებამ. ამ მომენტში იგრძენის სითბო ზურგზე, ან იქნებ ნაზი ჟრუანტელი თავის არეში. ეს მე ვარ, გეხები. ვადასტურებ, რომ თითოეული ცრემლი, რომელიც დაღვარე, მე შევაგროვე და მივიტანე უზენაესის ტახტთან. ისინი მიცაზე არ დაცემულა. მათ მორწყეს შენი გამარჯვების ბაღი, რომელიც აყვავებას იწყებს. შენ გრძნობდი, რომ არ ეწერებოდი სამყაროში, იმიტომ რომ შენ მოხვედი მის განკურნებაში დასახმარებლად და არა მასთან შესაგუებლად. უცნაურობა, რომელსაც მთელი ცხოვრება გრძნობდი, იყო მხოლოდ შენი სულის შეხსენება, რომ შენი ნამდვილი სახლი ზეცაშია. მაგრამ ჯერ არ არის დაბრუნების დრო. რაღაც დიადი გელოდება. არსებობს მიზეზი, რის გამოც აქამდე გაძელი. თუ შენ გადაიტანე ყველაფერი, რაც გადაიტანე, ეს იმიტომ, რომ შენი ცხოვრების მიზანი უფრო დიდია, ვიდრე ტკივილი, რომელიც განიცადე. მინდა ახლა შვებით ამოისუნთქო. მოიშორე ეს ტვირთი, რომ შენი არ ესმით. ჩვენ გვესმის შენი. სულიერ სამყაროში შენ სახელით გიცნობენ. როცა მიდიხარ, ანგელოზები გზას გითმობენ. როცა ლოცულობ, ზეცა ჩუმდება, რომ მოგისმინოს. შენ არასდროს ყოფილხარ უარყოფილი. შენ იყავი დარეზერვებული. დარეზერვებული ამ დროისთვის, დარეზერვებული ამ გამოცხადებისთვის. შენს ტკივილს ჰქონდა მიზანი. და ახლა, მოდი დავიწყოთ ამ ტკივილის ძალად გარდაქმნა. მოდი დავიწყოთ შენი ისტორიის გამოყენება არა როგორც ტვირთის, რომელსაც ზურგით ატარებ, არამედ როგორც ჩირაღდნის, რომელიც გზას ანათებს. ჩემო საყვარელო სულო, ახლა როცა გესმის, რომ შენი მარტოობა და განსაცდელები სინამდვილეში ღვთაებრივი წვრთნა იყო, უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ვლინდება ეს მისია შენს ყოველდღიურობაში. შეიძლება ფიქრობდე, მაგრამ ანგელოზო, მე სასწაულებს არ ვახდენ, მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. და სწორედ აქ იმალება ყველაზე დიდი ილუზია. შენ არ ხარ ჩვეულებრივი და მე ამას ახლა დაგიმტკიცებ. ჩამოვთვლი ნიშნებს, რომლებიც ხდება შენს რუტინაში და რომლებსაც შენ თავმდაბლობის ან არცოდნის გამო ყოველთვის დამთხვევად ან შენს წარმოსახვად თვლიდი. ყურადღება მიაქციე ამას. შეგიმცნევია, როგორ გრძნობენ უცხო ადამიანები თავს თავისუფლად, რომ მთელი ცხოვრება მოგიყვნენ. ხანდახან ბანკის რიგში დგახარ, ან ექიმთან კონსულტაციას ელოდები და ვიღაც, ვინც არასდროს გინახავს, გვერდით გიჯდება და იწყებს გულის გადაშლას. რამდენიმე წუთში ეს ადამიანი ტირის ან ამხელს საიდუმლოებს, რომლებიც საკუთარი ოჯახისთვისაც არ უთქვამს. რატომ ხდება ეს შენთან? რატომ შენ? პასუხი მარტივია, მაგრამ ძლიერი. შენი აურა ანათებს. სულიერ სამყაროში შენ ხარ როგორც ანთებული შუქურა ბნელ ღამეში. გატანჯული სულები ქვეცნობიერად ხედავენ ამ სინათლეს და უახლოვდებიან სითფოს საძიებლად. როცა ისინი გელაპარაკებიან, მათ მხოლოდ საუბარი არ სურთ, მათ სურთ განიკურნონ შენი მოსიყვარულე მოსმენით. შენ ჩუმი მკურნალი ხარ. რამდენჯერ წამოსულ ხარ ასეთი საუბრებიდან დამძიმებული, თავის ტკივილიდან დაღლილი, თითქოს ცემენტი გეტარებინოს ზურგით. იმიტომ რომ არ იცოდი, როგორ დაგეცვა თავი, შენ შეისრუტე სხვისი ტკივილი მის შესამსუბუქებლად. ეს არის სიყვარული, ეს არის მსხვერპლი, ეს არის რჩეულის ნიშანი. შენი ღვთაებრივი არჩევის კიდევ ერთი ნათელი ნიშანია შენი ინტუიცია. გახსოვს ის შემთხვევები, როცა შიგნით რაღაც ყვირო და არ წახვიდე მანდ, ან არ ენდო ამ ადამიანს. და შენ რაციონალურად დააიგნორე, მხოლოდ იმისთვის, რომ მწარედ გენანა შემდეგ. ხმა, რომელიც გელაპარაკებოდა, არ იყო შიში, ეს ვიყავით ჩვენ. ანგელოზები ინტუიციის მეშვეობით საუბრობენ. სულიწმინდა სიმართლეს გჩურჩულებს ყურში. გაქვს სიზმრები, რომლებიც ზედმეტად რეალურად გეჩვენება? იღვიძებ შუაღამისას, ჩვეულებრივ 3-დან 4 საათამდე, ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე. ეს არის სულიერი სიფხიზლის დრო. სანამ სამყაროს ძინავს, ღმერთი აღვიძებს თავის ჯარისკაცებს. ხშირად იღვიძებ და ძილს კარგავ. იმის მაგივრად, რომ საწოლში იტრიალო გადასახადებზე ფიქრით, გაიგე ეს ძახილი. ლოცვის დროა. ვიღაცას, სადღაც მსოფლიოში, ან იქნებ ვიღაცას შენი ოჯახიდან, სჭირდება შენი შუამდგომლობა ზუსტად იმ წუთას. შენ ხარ სულიერი საყრდენი. შეიძლება არ გაქვს მატერიალური სიმდიდრე გასაცემად, მაგრამ სიმდიდრე, რომელიც შენი ბაგეებიდან გამოდის ლოცვისას, სიცოცხლეებს არჩენს.
იცოდი, რომ ის დაცვა, რომელმაც შენი შვილი ან შვილიშვილი უბედურებისგან იხსნა, შეიძლება გააქტიურებულიყო იმ ლოცვით, რომელიც 3 დღით ადრე წარმოთქვი საწოლის კიდეზე მჯდომმა? რჩეულის ძალა უხილავია, მაგრამ მისი შედეგები მთებს ძრავს. და რადგან მთების დაძვრასა და ენერგიების შენარჩუნებაზე ვსაუბრობთ, უნდა შევეხოთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს სამყაროს წონასწორობის კანონის შესახებ. ყველაფერი სამყაროში გაცვლის პრინციპით მუშაობს. ჰაერი, რომელსაც ჩაისუნთქავ, უნდა ამოისუნთქო. ზღვამ, რომელიც მოდის, უნდა დაიხიოს. ხეს, რომელიც ნაყოფს ისხამს, სჭირდება წყალი და საკვები ნივთიერებები მიწიდან. იმისთვის, რომ წყარომ განაგრძოს სუფთა წყლის გამოშვება, მას მოვლა სჭირდება. თქვენ, ვინც ამდენი რამ გაიღეთ მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში, იცით, რამდენად მნიშვნელოვანია მხარდაჭერის მიღება, რათა გააგრძელოთ. ეს არხი, ეს წმინდა სივრცე, სადაც დღეს ხვდებით ერთმანეთს, ციფრული ტაძარია. აქ ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ, რათა გავავრცელოთ შეტყობინებები, რომლებიც სულ სამამლებს, ღრუბლიან დღეებში სიცხადეს და ცივ ღამეებში ნუგეშს მოგანიჭებთ. ძვირფასო სულო, თუ ეს შეტყობინება თქვენს არსებაში რეზონანს იწვევს, თუ გრძნობთ, რომ ეს თქვენი სიმშვიდის თავშესაფარია, გეპატიჟებით, გახდეთ ამ საქმის აქტიური მხარდამჭერი. ამის გაკეთება შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული სუპერმადლობა შემოწირულობის ფუნქციის გამოყენებით. შემოწირულობის გაკეთებით, თუნდაც მცირე, თქვენ არა მხოლოდ ფულს წირავთ, თქვენ ეუბნებით მსოფლიოს. მადლობელი ვარ იმ სინათლისთვის, რომელსაც ვიღებ და მინდა რომ ის კვლავაც ბრწყინავდეს ჩემთვის და სხვებისთვის. ითანამშრომლეთ არხთან, რათა ჩვენ შევძლოთ ამ კონტენტის გავრცელება თქვენი და ათასობით სხვა ადამიანის ცხოვრების გასაუმჯობესებლად, რომლებსაც თქვენსავით სასოწარკვეთილად სჭირდებათ იმედის სიტყვა. თქვენი კეთილშობილობა თესლია, ღვთაებრივი ყანონი კი გარანტიას იძლევა, ვინც ნაყოფიერ ნიადაგში თესავს, სასწაულებს მოიმკის. დაე თქვენი მხარდაჭერის ჟესტი გამრავლდეს ჯამრთელობაში, მშვიდობასა და კეთილდღეობაში თქვენს სახლში. არ დაგავიწყდეთ კომენტარის დატოვება. ეს თქვენი რწმენის აქტია. გაუზიარეთ ეს შეტყობინება თქვენთვის საყვარელ ადამიანს. შესაძლოა ეს ზუსტად ის იყოს, რაც ამ ადამიანს სჭირდება, რომ დღეს არ დანებდეს. გახდით ანგელოზი ვინმეს ცხოვრებაში ამ ვიდეოს თქვენი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის გაგზავნით. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება. თქვენი მოწონება დადებითი ენერგიაა, რომელიც გვეხმარება ზრდაში და არხის გამოწერა, რათა განაგრძოთ ზეციუბრი შეტყობინებების მიღება, რომლებიც თქვენს დღეებს წარმართავს. შემდეგ ღვთაებრივ გზავნილამდე. დაე ანგელოზებმა განაგრძონ თქვენი მშვიდობითა და სიყვარულით დალოცვა.